ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს სხდომა ამ წუთებში რამდენიმე წუთის წინ დასრულდა, უკვე გამოდიან პოლიტიკოსები, ემზადებიან მედიასთან კომენტარის გასაკეთებლად. ჩვენ ახლა გავიგებთ თუ რაზე იმსჯელეს, რა გადაწყდა და ზოგადად რა იციან, რისი თქმა შეუძლიათ ყრილობასთან დაკავშირებით. პეტრე ცისკარიშვილი ემზადება ახლა მედიასთან კომენტარის გასაკეთებლად. ბატონო პეტრე, პირდაპირ ეთერში ვართ. პირველ რიგში მინდა გკითხოთ, რა გადაწყვეტილება მიიღეთ, როდის იქნება ყრილობა და ასევე აქვე ჩაგეკითხებით ცხარე დისკუსიის და მწვავე კამათის ხმა ისმოდა პერიოდულად და რასთან დაკავშირებით მსჯელობდით, მათ შორის რო გითხრათ. ცხარე დისკუსია და კამათი ჩვენს პოლიტსაბჭოს სხდომებზე მუდმივად არის. ყოველ პოლიტსაბჭოს სხდომაზე არის დებატები, კამათი, სხვადასხვა ესე ვთქვათ შემოთავაზების და სხვადასხვა საზრისების ხშირ შემთხვევაში გაზიარება, ჩაკითხვები, არის კომენტარები, ჩვენი ესე ვთქვათ რეფორმების შეხედულებების ზოგ შემთხვევაში გაზიარება, ზოგ შემთხვევაში უარყოფა. ჩვენი წევრების მხრიდან ეს არის ძალიან ცოცხალი, ძალიან ესე ვთქვათ ცხარე პოლიტიკური პროცესი, რაც მხოლოდ კარგი არის. პარტიას საბოლოო ჯამში პარტია მიყავს იქამდე, რომ ჭეშმარიტებამდე მივდივართ და გადაწყვეტილებებს შემდეგ დემოკრატიულად კენჭისყრით ვიღებთ და ეს არის კარგი ჯანსაღი პროცესი. სხვა პარტიებისგან განსაკუთრებით მოქმედი ოცნების რეჟიმისგან განსხვავებით ჩვენთან სიტყვის თავისუფლებაა, ყველას აქვს თავისი მოსაზრების და აზრის გამოთქმის შესაძლებლობა და ამას მხოლოდ მივესალმებით. აქვე კონტექსტს მოგახსენებთ, ჩვენ როდესაც ეს პოლიტსაბჭოს სხდომა გვაქვს ვემზადებით მორიგი ყრილობისთვის უახლოეს დღეებში, ნუ დაგვავიწყდება, რომ 2 წლის წინ ამ დროს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდში, წინა საარჩევნო პერიოდში ოცნების რეჟიმი ჩვენ გვემუქრებოდა და საკუთარ ამომრჩეველს და მხარდამჭერს პირდებოდა იმას, რომ ნაციონალურ მოძრაობას გააუქმებდა, ნაციონალურ მოძრაობას საკონსტიტუციო სასამართლოს ხელით საქმიანობას აუგრძალავდა. ახლა კი 2 წლის თავზე 26 წლის ივლის-აგვისტოში ჩვენ ვემზადებით გადახალისებისთვის, რეორგანიზაციებისთვის, პარტიის შიგნით რეფორმის გატარებისთვის, ასე რომ ისინი გვემუქრებიან, მაგრამ საქმე და პარტიის საქმიანობა და პარტიის შემართება გრძელდება, რაც ასევე ძალიან კარგია. რაც შეეხება იმ საორგანიზაციო საკითხებს და გადაწყვეტილებებს, რომელიც პოლიტსაბჭოზე იქნა მიღებული, ყრილობის ჩატარების თარიღად განისაზღვრა 5 აგვისტო 3 საათი. ლოკაციასთან დაკავშირებით მოგვიანებით მოგახსენებთ, ეს არ იქნება დიდი, ესე ვთქვათ, გრანდიოზული, ასე ვთქვათ, ყრილობა, იმიტომ რომ მორიგი ტექნიკური ყრილობაა. დელეგატების რაოდენობა დაახლოებით 250-დან 300 კაცამდე განისაზღვრა. ამ დელეგატების მოწვევის წესიც დადგინდა და განისაზღვრა, რომელიც თავისთავად როგორც წესი და რიგია, როგორც ყოველთვის ხდება ხოლმე, ეს იქნება რა თქმა უნდა დედაქალაქიდან, რეგიონებიდან, ასევე ცენტრალური ოფისი წარმოადგენს დელეგატების ნაწილს. დაინიშნა საორგანიზაციო ჯგუფი, რომელიც ასევე ყრილობის ორგანიზებისთვის და ყრილობის ჩატარებისთვის აუცილებელი და მნიშვნელოვანი ფაქტორი არის, ერთ-ერთი ასპექტია და ამ ორგანიზაციის შემადგენლობის რაოდენობა განისაზღვრა 7 ადამიანით. თინა ბოკუჩავა, ნახეთ რომ არ იყო ადგილზე, დისტანციურადაც არ ჩაგერთოთ? თინა არ გახლავთ ქალაქში და ვერ მოახერხა აქედან გამომდინარე მოსვლა. პოლიტსაბჭოს ყველა წევრი სამწუხაროდ ამ კალენდარული მოცემულობიდან გამომდინარე არ იმყოფებიან ქალაქში, ბევრმა ვერ მოახერხა მობრძანება, ზოგი ჩაგვერთო, ზოგი, ესე ვთქვათ, დისტანციურად შეეცდება გაიგოს იმ ინფორმაციის თაობაზე, რომელიც კონკრეტულად თინა ბოკუჩავა ჩაგერთოთ, ბატონო პეტრე, თინა ბოკუჩავა ჩაგერთოთ, იცით რატომ გაკითხებით? თავად ამბობს, რომ იცოდა პარტიამ, რომ ის არ იქნებოდა 4 აგვისტომდე დედაქალაქში. დაკორექტირება თარიღის არ იყო შესაძლებელი, რომ დავლოდებოდით? რომ დავლოდებოდით და ყრილობა შესაბამისად იმართება იმ დროს, როდესაც თინა ქალაქში იქნება. ყრილობის ჩატარების წინა მოსამზადებელი საორგანიზაციო ეტაპია პოლიტსაბჭოს სხდომის ჩატარება. ეხლა ჩვენ ესე ვერ დაუმიზნებთ ყველას, ესე ვთქვათ, ლოჯისტიკურ მიზნებს, გადაადგილებებს, ქალაქში ყოფნა არ ყოფნას. რა თქმა უნდა, თვითონ ყრილობა ის ხომ რიგითი წევრი არ არის პარტიის, ბატონო პეტრე, ამდენად უმნიშვნელო გახდა? ყრილობაზე რომ უნდა იყოს მოქმედი თავმჯდომარე, ეს არის ჩვენთვის ერთ-ერთი აუცილებელი ფაქტორი და აქედან გამომდინარე იმედი გვაქვს, რომ 5 აგვისტოს ის შემოგვიერთება. წინა მოსამზადებელ
პოლიტსაბჭოზე რო ვერ დაესწრო, სამწუხაროა, მაგრამ თვითონ გაგცემთ პასუხს, ქალაქში არ იმყოფება და აქედან გამომდინარე ვერ. ყრილობის დროსაც რომ ვერ მოახერხოს ჩამოსვლა, მერე რა ხდება? ყრილობისთვის უნდა მოახერხოს, იმიტომ რომ თქვენ თვითონ არ მითხარით, რომ 4 აგვისტოს მერე იქნებაო. იცით ცნება ხო? ხოთ ასევე დღეს იყო თუ არა მსჯელობა თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებასთან დაკავშირებით, ანუ 6 თვიან გარდამავალ პერიოდში ვინ შეითვისებს ამ ყველაფერს შეითავსებს. ერთი ადამიანი იქნება კონკრეტული წრე იქნება ადამიანების არაზე შეთანხმდით ამასთან დაკავშირებით. იცით რა, წინასწარ ასეთ საკითხებზე შეთანხმება არ ხდება, იქიდან გამომდინარე, რომ ყრილობა იღებს ამ გადაწყვეტილებებს. ჩვენ გვინდა რომ უფრო მეტად ჰორიზონტალური ტიპის მმართველობაზე გადავიდეთ, მაგრამ რა თქმა უნდა, ყრილობა მიიღებს გადაწყვეტილებას იმის თაობაზე, პარტიას ამ გარდამავალ ეტაპზე ვინ ეყოლება თავმჯდომარე, ვინ წარუძღვება პარტიის საქმიანობას, წინასწარ ამას კოლეგიალობიდან გამომდინარე და იგივე წესდების პირდაპირ კითხავთ რა, რადგან პირდაპირ ეთერში ვარ, კოლეგებო, თუ შეიძლება იწყება ნაციონალურ მოძრაობაში უკვე პროცესი, რომ ნანუკა ჟორჟოლიანს გადააბაროთ პარტია. ბატონო პეტრე, ეს ძალიან მნიშვნელოვანი კითხვა, უკვე იწყება პროცესი, რომ ნანუკა ჟორჟოლიანს და მის გუნდს გადააბაროთ პარტია. ეს არ ხდება, რომ პარტია ვინმეს გადაებარება და ჩაიბარებს და ასე შემდეგ. პარტიაში, როგორც თქვენ ბრძანეთ, არის ძალიან ცოცხალი დისკუსია მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით, ისევე ზუსტად ასევე პარტიის შიდა საორგანიზაციო თემებთან დაკავშირებით. ამიტომ მართვის სადავებს გადაიბარებს ნანუკა ჟორჟოლიანი, ბატონო პეტრე, გადაიბარებს თუ არა ნანუკა ჟორჟოლიანი? ეს არის ძალიან ცალსახა კითხვა. გადაიბარებს მართვის სადავებს ნანუკა? გადაიბარებს, კაც გადაიბარებს კი პარტია, ვისაც აირჩევს თავმჯდომარედ ყრილობა, ან უფრო ფართი არჩევნებით ის ადამიანი იქნება პასუხისმგებელი პარტიის მომავალ საქმიანობაზე და მას ასე ვთქვათ, ბრჭყალებში დაერქმევა თავმჯდომარე, ვისაც ყრილობა აირჩევს და ჩვენი დელეგატები და პარტია გადაიბარებს, გადმოიბარებს რანაირად. გარდამავალ პერიოდში ნანუკა იქნება ხელმძღვანელი პარტიის, ბატონო პეტრე. გარდამავალ პერიოდში ვიხილოთ ნანუკას თავმჯდომარედ. გარდამავალ პერიოდში მოვალეობის შემსრულებელი იქნება ნანუკა. ეს არის ძალიან გამავალი პერიოდი დაარქვით, გინდა არა გარდამავალი პერიოდი. რა პერიოდიც არ უნდა დაარქვათ იმ პერიოდს, როდესაც ყრილობა მიიღებს გადაწყვეტილებას. კანონის, ორგანული კანონის მოთხოვნებია, საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნაა, რომ პარტიას უნდა ყავდეს ორი ძირითადი ინსტიტუცია, პოლიტსაბჭო და თავმჯდომარე. შესაბამისად, ჩვენი წესდებაც და ყრილობის გადაწყვეტილებებიც თანხვედრაში იქნება კანონმდებლობის ამ მოთხოვნებთან. პერსონალურად თქვენი მხარდაჭერა აქვს, პერსონალურად თქვენ ნანუკას მხარს უჭერთ? ბატონო პეტრე, პერსონალურად თქვენ ნანუკას მხარს უჭერთ? მხარს უჭერთ პერსონალურად თქვენ ნანუკას? მხარს უჭერთ თუ არა ნანუკას? მხარს პერსონალურად ვის უჭერ, მე გამოვთქვა ყრილობაზე ჩემი ხმის მიცემით. ნორმის დაწყებამდე მაგალითად დია ბარამიძემ გააკეთა ასეთი განცხადება, რომ შეიძლება ერთი ადამიანი არ იყოს და რამდენიმე ადამიანი იყოს, ვინც შეითავსოს ეს თავმჯდომარეობის ფუნქცია დროებით ამ 6 თვიან გარდამავალ პერიოდში. ამიტომ დაჭდა ეს კითხვა. შეიძლება კოლეგიალური მმართველობა იყოს, მაგრამ კანონმდებლობის მოთხოვნა იქიდან გამომდინარე, რომ ერთ ადამიანს უნდა დაეკისროს თავმჯდომარის მოვალეობა, იმისათვის, რომ დამატებითი საბაბი არ მივცეთ ოცნების რეჟიმს, რომ დაახარვეზოს ჩვენი წესდება და ჩატარებული ყრილობის შედეგები არ აღიაროს იუსტიციის სამინისტრომ რეგისტრაციაში არ გაგვატაროს და ასე შემდეგ, ყველაფერს სიფრთხილეში. შესაძლებელია თუ არა, რომ ეს ერთი ადამიანი იყოს ნანუკა ჟორჟოლიანი? ეს ერთი ადამიანი შეიძლება რომ ნანუკა იყოს? ნანუკა ჟორჟოლიანი შეიძლება რომ იყოს ეს ერთი ადამიანი? ეს ერთი ადამიანი ნანუკა ჟორჟოლიანი იქნება თუ არ? არ ვიცით, ნანუკა ჟორჟოლიანი თუ დააყენებს თავის კანდიდატურას ამ პოზიციაზე, შესაბამისად ყრილობის დელეგატები იმსჯელებენ და ვისაც დაუჭერენ მხარს ის იქნება. შესაძლებელია რომ იყოს თუ არა ნანუკა? ბატონო პეტრე, ცალსახო პასუხი არ არსებობს? ხა შეგროვდა უკვე? კი, ნაწილი თანხა შეგროვდა, მაგრამ თანხების მობილიზება და ეგრეთ წოდებული ფანდრეიზინგი. გუსმენდით პეტრე ცისკარიშვილს ძალიან ბევრი კითხვა არსებობს ნაციონალურ მოძრაობაში იმასთან დაკავშირებით, თუ თუნდაც გარდამავალ პერიოდში ვინ გადაიბარებს პარტიას
მე ახლა გია ბარამიძეს ვხედავ, მინდა რომ მასაც დაველაპარაკო პირდაპირ ეთერში, იქიდან გამომდინარე რომ მისი პოზიცია არის ძალიან საინტერესო. ჩვენ გვახსოვს როგორ თქვა მან დაახლოებით 2 კვირის წინ რომ პარტია არ არის ჩემოდანი და მას ასე უბრალოდ ვერავინ გადაიბარებს. გამარჯობა ბატონო გია, პირდაპირ ეთერში მუშაობთ. ისმოდა გარკვეული ტიპის კამათის ხმები, მწვავე დისკუსია არსებობდა შიდა პერიმეტრზე, მაშინ როდესაც უშუალოდ ეს პროცესი სხდომა მიმდინარეობდა. რასთან დაკავშირებით კამათობდით, რაზე იყო მსჯელობა მთელი ამ დროის განმავლობაში, რომ გითხრათ? უამრავი რამ არის საკამათო. თქვენი ხმა ამოვიცადეთ განსაკუთრებულად მწვავედ და ყველაზე ხმა. არა, პირიქით ჩუმად ვიყავი მესიმ. არა, მე მოხსენება მქონდა იმ რეფორმასთან დაკავშირებით, ალბათ მაგას გულისხმობ, თორე ნამდვილად არაფერი მაგდაგვარი არ ყოფილა. ჩვენ გვექნება ის რეფორმა, რომელზედაც დიდი ხანია უკვე საუბრობ მეც და ჩემი მეგობრებიც, რაც მიღებული გვაქვს პოლიტსაბჭოზე, რომ პრეზიდენტ სააკაშვილმა გააჟღერა ეს, რა არის ჩვენი მთავარი ამოცანა, რომ პარტია გახდეს ბევრად უფრო მეტად სახალხო, შესაბამისად სახალხოობის უზრუნველყოფა სხვა ვერაფრით ვერ მოხდება, ყველაზე იდეალური ვარიანტი არის, რომ ჩვენმა წევრებმა, ნამდვილმა წევრებმა მიიღონ უშუალოდ მონაწილეობა ჩვენი აპლიკაციის მეშვეობით პარტიის გადაწყვეტილებების მიღების პროცესში უშუალოდ მონაწილეობა. ანუ ყველა წევრი, ვინც იქნება და შემოგვაქვს ასევე წევრობასთან ერთად საწევრო, აი ვინც საწევროს გადაიხდის და შესწირავს ყოველთვიურად, თქვა 5 ლარი იქნება 7 თუ 10 ლარი, ამას დაადგენს ყრილობა ან პოლიტიკური საბჭო, მათ ექნებათ საშუალება, რომ სხვადასხვა მნიშვნელოვან პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით მიიღონ მონაწილეობა პარტიის ასე ვთქვათ ცხოვრებაში, ცხოვრების განსაზღვრაში, გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. იქნება ეს პოლიტიკური ხასიათის საკითხი, იქნება ეს ვიღაცის არჩევა, თუ იქნება ეს მომავალში, როცა ქართველი ერი გაიმარჯვებს და ამოღალატებს დავამარცხებთ ფაქტიურად წინასწარ და იქ ჩატარდება, იქნება საშუალება ნორმალური არჩევნების ჩატარება, აი როგორი უნდა იყოს მომავალი სია, თანმიმდევრობა, აი ამ ყველაფერში, რაც არის მნიშვნელოვანი საკითხები პარტიის ცხოვრებაში, მიიღებს მონაწილეობას უშუალოდ ჩვენი რიგითი წევრები და არა პარტიის ელიტა და ბევრჯერ მოგვისმენთ თქვენი პოზიცია მათ შორის ამასთან დაკავშირებით. ახლა მთავარი კითხვა არის ის, ხომ არ არის დემარში ერთგვარი ის რომ თინა ბოკუჩავა არ იყო დღეს, იმიტომ რომ მოცემულობა არის ასეთი. თავად ამბობს რომ პარტია მიცოდა რომ 4 აგვისტომდე არ იყო ქალაქში და პარტია ამბობს რომ თინა ბოკუჩავა მიცოდა რომ დღეს უნდა ყოფილიყო სხდომა და შეეძლო რომ მაგალითად გადაედო წასვლა საქართველოსია ფარგლებს გარეთ არ არის ქვეყნის. ანუ ის ფაქტი რომ სხვა ქალაქიდან ჩამოსვლა ვერ მოხერხდა ან არ მოხერხდა. ხვდებით ხო რომ რაღაცა გარკვეული ტიპის კითხვის ნიშნებს აჩენს. ეს ხომ არ იყო მიზანმიმართული ქმედება და თქვენი მხრიდან როგორ ფასდება? რატომ არ დაელოდა ან თუნდაც პარტია მის ჩამოსვლას? პარტია ესე ერთი ადამიანი ხო არ არის რა, ამდენი ხალხი. მაგრამ რიგით წევრი ხომ არ არის ის თქმა უნდა, ხო, არ ვიცი, მე არა ვარ საქმის კურსში, რატო ვერ მოახერხა თინამ, რამდენადაც ვიცი ქობულეთში არის. რატო ვერ მოახერხა ჩამოსვლა, ახლა ნამდვილად თინას ნაცვლად ვერ გიპასუხებ. არანაირ დემარშებს არც ერთი და არც ვინმეს მხრიდან მე ვერ ვხედავ ყოველ შემთხვევაში. არ წინააღმდეგობა არ ქონდა პარტიას. აი პარტიის ბედიც ხდება ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო. მართალია ეს არ არის ყრილობა, მაგრამ მოსამზადებელი პერიოდია, ხომ? აი პარტიული ბიუროკრატიის თვალსაზრისითაც რომ გადავხედოთ ამ ყველაფერს. პარტიის ბედის გადაწყვეტის პროცესში, როდესაც ასეთი მნიშვნელოვანი ფიგურა არიღებს მონაწილეობას. ეს ცხადია საზოგადოებაში, მათ შორის თქვენს მხარდამჭერებშიც გააჩენს ძალიან ბევრ კითხვას. თქვენ გაგიჩნდათ კითხვები, რომ თიკა ბოკუჩავა დღეს აქ იყო ამაზე და პერსონალური კომუნიკაცია ხომ არ გქონდათ, რატომ არ არის? თავარი კითხვა არის ეს, რატომ არ არის თინა ბოკუჩავა ასეთ მნიშვნელოვან დღეს თქვენ გვერდით? გავიგეთ, თქვენი შეკითხვა აბსოლუტურად ლეგიტიმურია, აბსოლუტურად გეთანხმებით, რომ ძალიან ბევრს დაებადება ეს შეკითხვა და ამ შეკითხვაზე პასუხი მე არ უნდა გაქცეთ, ამაზე თინა გასცემს საზოგადოებას როგორც ჩათვლი საჭიროდ. ბუნებრივია ხა მე თინას მაგირად ნამდვილად ვერ ვილაპარაკებ. რა თქმა უნდა ძალიან კარგი და მნიშვნელოვანი იქნებოდა რომ თინა ყოფილიყო დღეს. ბუნებრივია 2-4. დისტანციურად არ გქონია ჩართვა თინა თიმბოკუჩავას? არა, დისტანციურად არ გქონია. ძალიან დიდი მადლობა უსმენდით გიორგი ბარამიძეს, თინა ბოკუჩავას, არც დისტანციური ჩართვა არ ქონიათ, ეს გავიგეთ დღევანდელი პოლიტსაბჭოს სხდომიდან, პოლიტსაბჭო დასრულებულია 5 აგვისტო 15 საათი. ეს არის ყრილობის თარიღი, დღეს გარკვეული ტიპის დეტალები დაზუსტდა, თუმცა დაზუსტდა თინა ბოკუჩავას გარეშე.